რა ხდება, როცა მადლიერებას არ გრძნობ ემოციურად, რაღაც ისეთი პერიოდი გაქვს და შენ თავს დაუსახე, რომ გინდა თუ არა ჟურნალში უნდა ჩაწერო, რომ მადლობერი ვარ ამის და მეორე დღეს ისევ არ გრძნობ და ისევ იმ ხუთ რაღაცას იმეორებ, ერთი კვირა გადის და აი ბოლოს რო ყელში გაქვს უკვე რომ მადლიერი. რა ხდება ამ დროს? ჯობია რომ ცოტა ხანი დააცადო თავს და თქვა გადააგორო, რომ მე ისევ გულწრფელი მადლიერება დაგიბრუნდეს და ისე განაგრძო. თუ ესე დააძალო თავს რაღაცებს მადლიერი იყო ისიც იმ მომენტში არ ხარ ან ვერ გრძნობ ყოველ შემთხვევაში. არც ერთი. მესამე გზას შემოგთავაზებ ახლა. პირველ რიგში ეგ მდგომარეობა უარესია, იმიტომ რომ შენს თავზე თუ ძალადობ ეს შენი სხეულისთვის არის ნეგატიური შეგრძნებები და ნეგატივს მოიზიდავს და ამიტომ რატო? დამატებითი ნეგატივი არ გვჭირდება ნამდვილად. და არსებობს ორი საშუალება, მინიმუმ ორი საშუალება, რომელსაც ახლა აგიხსნი. პირველი მარტივი არის ის, აი ხელების ვარიანტი, რომ მაგალითად ხელები რომ აქვს ახლა ვერ გრძნობ მადლიერებას, რომ ხელები მაქვს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მაქვს და საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ამ დროს ნეგატიური წარმოსახვა ირთვება, რომ ანუ წარმოიდგინო, რომ არ გქონდეს, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება და მაგის ფონზე მე რეგერთვება, რომ მადლობა. ანუ ეხლა მართლა რეალისტურად რომ წარმოიდგინო, რომ აი ხელები არ გაქვს. წარმოიდგინე. და მე უცებ გაქვს. რაღაცნაირად თავისთავად მოდის მადლიერება. იმიტომ რომ გონებაში რაღაცნაირად ხშირად ავტომატურად ვიღებთ ხოლმე გარანტირებულად. თუნდაც ციცოცხლეს, რომ რადგან სულ შევისუნთქავ და ამოვისუნთქავ, გარანტირებული მგონია და ამ დროს არავის არ გვაქვს გარანტირებული არც ერთი შესუნთქვა. არასდროს არ ვიცით, როდის შევისუნთქავთ ბოლოს. უბრალოდ ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობთ ხოლმე, ისევ და ისევ ეგოს ხტომიალის გამო, რომ მეტი, სულ პროექცია აქვს მომავალში, რომ მეტი მინდა და გვავიწყდება, რომ აქ რაც გვაქვს ახლა გარანტირებული არ გვაქვს. და აი ამ ნეგატიური პროექციით შეგიძლია, რომ ბუნებრივად წარმოიშვას ეს მადლიერება და გადავიდეს ფოკუსი ავტომატურად. მეორე ვარიანტი, უფრო ასე ვთქვათ, უფრო ღრმა და უფრო საინტერესო არის თაფინგი. თაფინგის ვარიანტი არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ნერვული სისტემის დონეზე გილაგებს სხეულს. მაგალითად, რაღაცაზე ვარ ახლა ძალიან არამადლიერი. აი მაგალითად რაზე ხარ ახლა არამადლიერი? აი რომ კმენან კოღოები არამადლიერი ვარ. ეს ხო მაგალითად, იმიტომ რომ მაგის თუ შეგვიძლია ავდგეთ უბრალოდ დავისხათ. მაინც ხომ იკბინეს უკვე მეფხანება. ოკეი, კარგი მაგალითია, გეფხანება და არ ხარ მადლიერი. მოდი ვცადოთ. ეგეთ რაღაცაზე არ მიცდია, მაგრამ დავტესტოთ ახლა. საინტერესო. კარგი, ვიწყებთ თაფინგს. პირველ რიგში ლავიწების ქვეშ, აი ამ არეს ვააქტიურებთ, ვამასაჟებთ. ვსუნთქავთ ღრმად. და შევიგრძნობთ სხეულში აი ამ არამადლიერებას. აი ამ შინაგან წუწუნს. უკმაყოფილებაა სწორი სიტყვა, ხო? შევიგრძენი უკმაყოფილება ბოლომდე მთელ სხეულში, კარგად შემოვუშვი და დავიწყე ეგ ცენტრში თაფინგით. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობ უკმაყოფილებას. ვამბობთ. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობ უკმაყოფილებას. რომ მეფხანება. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობ დისკომფორტს კოღოების ნაკბენის გამო. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობ დისკომფორტს კოღოების ნაკბენის გამო. მიუხედავად იმისა, რომ არ მსიამოვნებს ეს შეგრძნება. მერე ცხვირის ქვეშ, ცხვირსა და ტუჩ შორის. მე მაინც მიყვარს ჩემი თავი ისეთი როგორიც არის. მერე ნიკაპზე. მე მაინც პატივს ვცემ ჩემს თავს ისეთ როგორიც არის. მე ვიღებ ჩემს თავს ისეთ როგორიც არის.
შემდეგ მკერდს ქვემოთ ნეკნების პროექციაზე. მე ღრმად პატივს ვცემ, მიყვარს და ვიღებ ჩემს თავს ისეც, როგორიც არის. მე ღრმად პატივს ვცემ, ვიღებ და მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც არის. შემდეგ იღლიის ქვემოთ ნეკნების პროექცია, აქაც კარგად ვაკეთებთ თაფინგს. მე მაინც მიყვარს, ვიღებ და პატივს ვცემ ჩემს თავს ისეც, როგორიც არის. მერე, ეს არის კარატე პოინტები. მე ვეხსნები შესაძლებლობას, მე ვეხსნები შესაძლებლობას, რომ შეიძლება მაინც ვიგრძნო მადლიერება. რომ შეიძლება მაინც ვიგრძნო მადლიერება. რის გამო შეგიძლია რომ იგრძნო მადლიერება? რომ ამ კოღოს ნაკბენის შეგრძნება შემიძლია საერთოდ. თუნდაც. ხო, რომ გაქვს სხეული, რომ გაქვს კანი, რომლითაც შეგიძლია რომ შეიგრძნო. ნეგატივიც, პოზიტივიც, ხანდახან სიამოვნება, ხანდახან დისკომფორტი. მადლობა რომ მაქვს სხეული. კანი. რეცეპტორები მიმუშავებს. და სადაც არის დისკომფორტი, იქ ხანდახან კომფორტიც არის. ხმა შესუნთქვა. და ესე ხმით ამას უნთქვა. როგორაა კოღოს ნაკბენი? უკეთ. ჩემთანაც. ანუ გაუნებელ ფიზიკური დისკომფორტიც კი განეიტრალდა და წარმოიდგინე ემოციურად. მაგიტყვა ცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ემოციურად როგორც კი დავიჭერო, რომ რაღაცა დისკომფორტს ვგრძნობ, აი სასწაულად მეხმარება ეს პრაქტიკა სხვათა შორის ყველა მომენტში, რომ უცებ ვიგრძენი, რომ აი რაღაცა მეწყინა, ან რაღაც არ მესიამოვნა, რაღაც დისკომფორტი მაქვს, ხო? ეგრევე ვიწყებ თაფინგს, რომ მიუხედავად იმისა, ჯერ პირველ რიგში ვიღებ ამ შეგრძნებას, განა გავურბივარ, ან სუპრესიას კი არ ვუკეთებ, ან სადღაც კი არ ვმალავ, ან რაღაც სირაქლემის პოზიციაში კი არ ვარ, რომ არ ვგრძნობ. ვიღებ, ვგრძნობ, შევიგრძნობ. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს შევიგრძნობ და მერე უკვე ხდება ტრანსფორმაცია. გარდაქმნა, ალქიმია შინაგანი, რომ ამის და მიუხედავად, ანუ ვიგრძენი, გავუშვი და ეხა შემოვუშვი ის, რაც მინდა. ეს თაფინგი სასურველია, რომ გაკეთდეს 10-20 წუთის განმავლობაში. ეს არის აკუპუნქტურა, ეს არის რეფლექსოლოგიურად აქტიური, ბიოაქტიური წერტილები, რომელიც ააქტივებს მთელ სხეულში სისხლის მიმოქცევას, ლიმფის მიმოქცევას, ნერვულ სისტემას, ააქტივებს ვაგუსის ნერვულ სისტემას, აძლევს სიგნალს, რომ სტრესი დასრულებულია, შეგიძლია დაისვენო. მთელ სხეულზე თაფინგიც მერე ბოლოს მოცილებლად. და ღრმას უნთქვა. და ნერვული სისტემა თუ გაქვს ასე დაბალანსებული, მადლიერება და სიმშვიდე მერე ავტომატურად მოდის. იმიტომ რომ აქ გაბრუნებს, რომ აი სხეული აქ და ახლა, ნუ დაფრინავ. რაღაც საშიშ მომავალში. ან დეპრესიულ წარსულში. აქ ხარ. ეს ორი ძირითადი მექანიზმია. კიდევ ბევრი მექანიზმი არსებობს, როგორ შეიძლება რომ მადლიერება გამოიწვიო. კარგი ამბავი ის არის, რომ რაც უფრო ხშირად აკეთებ, მით უფრო იზრდება ეს კუნთი. მით უფრო ავტომატურ რეჟიმში გადადის და მით უფრო მეტად ფილტრად გედება. და უკვე მადლიერების და აწმყოში ყოფნის mindfulness-ის ფილტრით უყურებს ამ ყარას და ნერვული სისტემა უფრო და უფრო ლაგდება. ძალიან კაია, მაგრამ ცხოვრება უკეთესი და უკეთესი ხდება. რაც უფრო მეტს აფასებ, რაც გაქვს, მით უფრო მეტი მოდის მერე, რომ გაქვს. მადლიერებაზე იყო ემოციებზე, ხო? მადლობა.